გამარჯობა მეგობრებო, მე გიორგი თევზაძე ვარ. ჩემ ბექგრაუნდზე არის E34, ჩემი რეპლიკა ნოლიანი. ჩვენი სტუმარია დღეს ნიკა დოთიაშვილი. გამარჯობა. დიდი პატივია. მადლობას ბო. გამოიწერეთ არხი თავიდანვე მოკლედ. დალაიქეთ ვიდეო და ხელი შეუწყოთ რომ განვითარდეს ეს ბიჭი YouTube-ზე რა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ E34-ებზე და ზოგადად E34-ზე და ამ მოდელებზე. ამ მანქანებს ძალიან დიდი თავეჭდილების დატოვება შეუძლია პატრონზე. მე ჯერ არ მინახავს ეს მანქანა ვინმეს ყოლოდა და უთქვამს რომ ნანოფო მაგ მანქანასო რა და ალბათ კიდე არ იქნება, იმიტომ რომ ამ მანქანას ისეთი რაღაცეები შეუძლია დაგიტოვოს მეხსიერებაში, რომ არ დაგავიწყდება არასდროს რა. ნიკა, შენ რას ფიქრობ? მოკლედ, პირველ რიგში მოგესალმებით მეგობრებო. მე რას ფიქრობ ახლა ამ მანქანაზე? ეს მანქანა როგორც იცით, ბანჩუკა პაპაჩემა, პირველი მანქანა არის ჩემთვის და ანუ ეს მანქანა წარმოიდგინეთ, ყველა იმის მიზეზი არის, რომ მე მართლწოწობა ავიღე. საერთოდ მანქანებში ინტერესი რო გამიჩნდა, იმიტომ რომ მაგამდე მანქანის ინტერესი საერთოდ არ მქონდა რა. მოკლედ ეს მანქანა არის ჩემი მანქანების, რავი, ისტორიის დასაწყისი ჩათვალეთ რა. და ჩემი აზრით პირველი მანქანისთვის არის საუკეთესო, იმიტომ რომ ამ მანქანაზე სწავლობ მანქანის აწყობა დაშლას, მანქანის ტარებას კარგად, ამ მანქანას ვატარებ, ნებისმიერ მანქანას ვატარებ. მოკლედ ყველაფერს აი სათავეში ჩაუდგა BMW E34, ძალიან დიდი ისტორიის მანქანაა და პატივი არის ჩემი აზრით და ჩემთვის პატივი უნდა იყოს, რომ საერთოდ ეს მანქანები ყავს რა. მეგობრებო, ცოტა ახლა ჩვენ დისციპლინურად ვლაპარაკობთ, მაგრამ არა ვართ რა ესეთი ხალხი რა. იმიტომ რომ E34-ს არ უხდება ეს შარვალ კოსტუმი. შეიძლება 1993 წელს, როდესაც ეს მანქანები ახალი გამოსულები იყო, 90-იანი წლები, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ შეიძლება ვიღაც ესე რაღაცა დირექტორი იყო და ის შარვალ კოსტუმით მოძრაობდა წვეტიანი ტუფლებით. მაგრამ ეხლა ის პერიოდია, რომ ეს მანქანა არის ხულიგნური მანქანა. ამ მანქანაზე მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს უფრო ახალგაზრდა ბიჭიც, მაგრამ პაპაკაცებსაც ყავთ რა ეს მანქანები და როგორც ვიცი, პაპაშენს 2.34 იყავს და ზოგადად ჩემ ბიზნესში ავტოს აჩუქა E34, მეც მაჩუქა E34 და ჯამში ყავს უკვე ახლა 6 E34, ასე რომ ჩვენ ვიყავს პარადი რა. მშვენიერია. არ ვიცი საქართველოში ერთ კაცს, რავი, ერთ ოჯახს 6 E34 თუ ყავს, მაგრამ თუ ყავს თქვენ და დავგეჯიბრეთ რა. თავარია ეს მანქანა იყოს შენ გემოზე. ეხა ეს მანქანა არის ჩემ გემოზე. ამ მანქანას არა აქვს არც გადასარევი ძრავი, არც გადასარევი ფერი. არ აქვს არც გადასარევი დისკი. შეიძლება ესე რომ უყურებ ლამაზია ვიდეოებში, ძალიან ლამაზია, მე თვითონაც 100 ჯერ უყურებ ხოლმე ჩემ მანქანის ვიდეოებს, მაგრამ რეალურად ხელით არ დაშალა მანქანა. აქვს ესეთი დეფექტები. ესენი ვარდება. მაგრამ დავიღალეთ. ზედაპირადად დავიღალე ამის კეთებით. ზეთი გაგდის. რა რულავოი ზეთიც გაგდის. წყალს იკლებს, მაგრამ სად მიდის ეს წყალი არ ვიცით. ბევრი დეტალები არის, რაც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ არ სწორდება. სწორდება, მაგრამ ფუჭდება ისე. სწორდება, მაგრამ ფუჭდება. შენ რას ფიქრობ? მოკლედ. რამდენად გაგაწვალა ამ მანქანა? გუშინ ამ მანქანას გამოუცვალე 600 ლარის ნაწილები. სვეჩები, ბაბინები, ჩიბუხები და ახალი ოზდუჰამერი რა. და ანუ მართლა ეხ გუში ძალიან კარგად იარა რა. მაგრამ დღეს უკვე შევატყე რომ აი ვეღარ ისე რა. ანუ როგორი მანქანა იცი? მე რას ვფიქრობ? რა ნაწილებიც ზოგადად უფუჭდება, იმიტომ უფუჭდება რომ მანქანა დაზველდა თვითონ რა. ანუ თავისი რესურსი ამოწურა. მაგრამ შენ რო ეხა ეს ნაწილები გამოუცვალო რა, მე მგონია რომ ვაფშე არ დაგტანჯავს ეს მანქანა რა. იმ კონდიციამდე რომ მიხვალ, რომ მანქანას ყველაფერი გამოუცვალე, ანუ აღარ დაიტანჯები, მაგრამ თემა ისა რომ ახალგაზრდა ბიჭები ვართ ძმაო. ვიღაცას შეიძლება გიჟი ეგონო რა. ახალგაზრდა ბიჭი რომ ამდენ სწავლობს ზუსტად ამ მანქანაზე, რომელიც არის რავი ჩვენზე 10 წელი 15 წელი დიდი რა. აი ხა მაგალითად ავიღოთ რავი, აი ნებისმიერი აუდი რა. ბაზარი არა, მაგარი მანქანა, ან ამის BMW თუნდაც. რა ისტორია ამ მანქანას აქვს? არაფერი. არაფრის მატარებელი არ არის ძმაო. ეს მანქანა
იყო და იქნება ყოველ. კი, თან ჩემი აზრით როგორი მანქანა იცი, რაც უფრო წლები გადის, ფასი ემატება და ეხა ეს მანქანა გახდება, ჩემი მანქანა მაგალითად უკვე 5 წელში გახდება ანტიკვარი, შენი გახდება მგონი 7, ხო? 7 წელში. ხო, 7 წელში. ჩემი აზრით უკვე ანტიკვარი არის რა. როდესაც ქალაქში მოძრაობ და ბავშვი იქნება, ზრდასრული იქნება, თინეიჯერი იქნება, ყურადღებას როდესაც იქცევს, ჯერ მაქედან გამომდინარე არის ეს მანქანა ჩემთვის ანტიკვარი და ლეგენდა. ლიდერი არის მანქანებში. მინდა რომ ბევრი გელაპარაკოთ ამ მანქანაზე რა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეს მანქანა მაბადია რა ცხოვრებაში და ეს ავაზე თუ არ ვილაპარაკ, ავა ვიზე ვილაპარაკ. ჯერ იმ ჩიტის დედა მოვტყალ აქ რო დაასკლით, აი მე იმის დედა შევეცი. უნდა ყალყალებდეს ესა. მართალია. ამას შეხერ, ამას შეხერ. მოვაზრებ ახლა ხელით. არ გინდა იყოს ეს მანქანა თუ ყავს, ანუ მე მაგალითად იდეალური E34 არ მჭირდება რა. ჩემთვის არის ის მუღამი აქვს ამას რომ მე გამოვდივარ, ვაკეთებ რაღაცას. მე შეიძლება მეორე მანქანა მყავდეს იდეალური E34, მაგრამ აი ეს მანქანა იდეალური არ მჭირდება. ამ მანქანამ თუ მე არ მაწვალა, ეგეთი E34 არ მინდა რა. მე მეორე მანქანაც ვიყიდე, იყო ფინანსები მოცავად. მოჩდება ეს გაკეთებული უნდა იყოს. არ მინდა. არ მინდა მე. ესეთი რაღაც ვკითხე რა დღეს რომ ანუ მეთქი, კაროჩე ანუ ამ მანქანით რო ჩამოხვი. იმისი მეთქი უნდა მეთქი რომ არ დაგტოვდა მეთქი. არა. მეგობრებო. ამ მანქანას დრაჟენიაც აქვს. მეორეშიც ურტყავს ელასტიური იქ. ამორტიზატორების შესაძლებელია. კი მოგწონთ, მაგრამ აი ახლოდან რომ მანქანა ნახოთ, რავი, აი ყველაფერი გამოსაცვლელი, ახალი უნდა, მაგრამ ამის არც ფინანსები გვაქვს, არც დრო გვაქვს. აი, რა ფინანსები გვაქვს, იცი? დღეს რაც დავგვიდოვანეთ ამ ვიდეოში, ძმაო. მეგობრებო, კისაჯი ქონდა TikTok-ზე მითითებული, რამოდენიმე ადამიანმა შეამჩნია და თავისი რაც აინტერესებდათ, კითხვები აინტერესებდათ, თან ჩვენ წაგვადგა ის 20 ლარი იქნება, 5 ლარი იდგება. მადლობა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ბენზინის ფულია მაინც. კითხვების რუბრიკა იქნება ეხა. მე გავუცემ ამ კითხვებზე პასუხს და ნიკას აზრსაც მოვისმენთ რა. პირველი კითხვა. Swap 325. 10 ლარი, მადლობა 10 ლარისთვის. მაგრამ ეს სამნიშნავო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. რას ნიშნავს შენთვის ეს მანქანა? ჩემთვის ეს მანქანა ნიშნავს ალბათ რავი, ამ მანქანის გარეშე არ წარმომიდგენია ხვალინდელი დღე. მე ჩემთვის ეს მანქანა არის, როგორც უკვე ვახსენე დასყიში, ყველაფრის დასაწყისი საერთოდ. ავტომობილის სიყვარული ამ მანქანამ აჩქა და ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ დღეს და ხვალ კარგად რო ვიარო ამ მანქანით, შეიძლება ზეგვერ ვიარო კარგად. ეგეთი მანქანა არის რა. მაგრამ როგორც აღნიშნე, ბოლომდე კარგად რომ მიყვედა რომ გააკეთო, ან იდეალური რო ყავდეს, არ დაგტანჯავ საერთოდ. მე კიდე შეგახსენებთ, იდეალური E34 18 წლის ბიჭს არ უნდა ყავდეს. იმიტომ რომ ეს მანქანა რო ყავს, უნდა ისწავლო ამით. მართალია, უნდა ისწავლო. ეს მანქანა რო არ მყოლოდა, არ მეწოდინებოდა არაფერი. მანამდეც აქ ვიღაცეებს დამსახურება რომ მე მანქანა მესმის, მაგრამ ამან შემასწავლა ყველაფერი. შემდეგი კითხვა. ვიღაც ანონიმუსი წერს 15 ლარი, მადლობა ანონიმუს. შეძენას ვაპირებ და მაინტერესებს რამდენად რთული ან მარტივია ამ მანქანის შენახვა, რას მირჩევ? არ შეიძინო. არ შეიძინო, არა. როგორ თემა, ეხა გააჩნია რამდენი წლის არის ეგეც. სავარაუდოდ ეს იქნება თინეიჯერი იქნება, ჩვენ ხელა იქნება. 18 წლის, ხო რა. ორი ამბავი იცი? პირველ მანქანა იღებს სიამოვნოს, მაგრამ ბევრს დაგტანჯავს უბრალოდ რა. ანუ ეს მანქანა რო იყიდო $2000, უნდა დაამატო ზემოდან $1000 მინიმუმ. კონდიციონამდე მიიღო, ხო რა. და შეკროლად იმოძრავ. ჩვენ უკან ამუშავებენ ტრაქტორს, აქ ეხა პიცოტებსაც გადავიყვანთ და დავახნევინებ. მეგობრა, რომ შენი თავი თუ გიყვარს და არ ხარ გამეტებული შენი თავისთვის, ამ მანქანას არ გირჩევ. დავაეთახვები, კარგი მანქანაა, მაგრამ უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი, შენთვის რომ პაპაშენს არ ეჩუქნა ეს მანქანა. შეიძენდი სურვილი იქნებოდა ამ მანქანის ის. კაროჩე, ნუ ჩემაც მომიცი ესეთი რაღაც, რომ ბავშვობაში, როდესაც ვიყავი მიახლოებით 11-12 წლის, ან 10-ის კითხა უბრალოდ რომელი BMW მოგწონსო რა? 4 კუთხედი რო ამეთქი, კაროჩე, ამაზე ვიგულისხმე რა. ხო და როგორი ამბავი ეცი, აი მოდი სიმართლეს გავუმარჯოს, მე ამ მანქანას არ ვიყიდიდი რა. არ ვიყიდიდი და იმიზეზებიდან გამომდინარე, რომ ჩემ ბიძაშვილს ავტოს რო უყურებ, რაც ამაგა არ ვიცი ძმაო, აი რა, მური ესწავს უცხირზე რა. არ მინდოდა ეგეთი მანქანა. როგორც იმ ტიპს რა, ეხლა რო არ ურჩევთ რა მაგალითად. და ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მანქანა რო ყავდეს თავიდან რაღაც ეგეთი 2010-15 წლიანი მაინც უკეთეს პირობებში ვიქნებოდით, მაგრამ ეს მანქანა არის როგორ გითხრათ, დასაწყისით სოდნის და ამას თუ ატარებ კავშირ ყველა მანქანას ატარებ რა. მანქანას სულ ჩემით ვაკეთებ რა, ხელოსანთან მიმყავს ხოლმე ისეთ რაღაცეებზე, რასაც
აწევა სჭირდება. ზოგჯერ ყოფილა რომ ანუ დანგრადზე შემიცვლია ან გიტარა, ამორტიზატორები, ეგეთი რაღაცები. არ მანქანას მართალია, ეგ სჭირდება. ანუ გერმეტიკები ხელებზე, ხელების შკურკვა. მადლობა დედა რომ სახში სულ გვაქვს რაქშა, რომელსაც ვიყენებ ხელების დასაბანად. იზოლაციები, პრაოდებს გადაჭრა და დამაგრება უნდა იცოდე. მოდი, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ლუკა თევზაძე, გამარჯობა. მოგვარე, ბარო. 25 ლარი. მადლობა ძალიან დიდი. აი ესეთი კაცი ხარ ძმაო, გორში მაგ ფული ჩამოვედი. ერთი გვარი გვაქვს და გულები. ისევე გულები. გაყიდვა თუ გიფიქრია? მიფიქრია. ამის დედას შევეც, მაგრამ არ გამიყიდია. იყო ესეთი მდგომარეობა, მოდიოდნენ საყიდლად და უთხარი არ მოხვიდე. არ გაგატანჯე მანქანას თუ. 3 წელია ეს მანქანა მყავს, წინა ვიდეოშიც ვახსენე. ვერ ველევი რა. 3-4 ძრავი მაქვს შენაცვლელი. აი ვერ ველევი, ფინანსებთან არის კავშირებული, მაგრამ ვერ ველევი. ხარჯი იმდენია, რომ ჩვეულებრივად შევიძენდი ახალ BMW-ს. გინდა F10 აიღე, გინდა F30 აიღე, შემენარჩუნებინა ფული და მომეჭირა. შემეძლო, რავი, კაი მანქანა მეყიდა რა, მაგრამ არ მინდა. სინამოვნებასაც ვიღებ, ეგ მანქანა სხვა ვერ მომანიჭებს. ერთი ესეთი მომენტი იყო, რომ ჩემი ძმა კაცი მისვლა E46-ის მექანიკაში 3-დან 0-ში რა, E34 ძალიან ევასებოდა რა. არ გაუცვალე და ნუ ჩემი ძმა მაგინა. ხო და ანუ ისეთი ამბავია რომ შეიძლება აი ეს მანქანა ჩემი ნაკიდი რო ყოფილიყო, შეიძლება გამეცვალა რა, მაგრამ მაინც არ გონია და გეტყვი ხა ნახე რა თემა არის. ეს მანქანა პაპაჩემა რომ მაჩუქა, ანუ იმდეს ნიშნავს ჩემთვის რომ აი არ შეიძლება გიჟი გეგონოთ და დარწმუნებული რომ შენც მაგაზზე ხარ $10,000 ვაკ დამიდონ. აი შანსი არ არის რა. ანუ თუ უნდა $10,000 დამიდონ, ვიყიდი პიცოც და გავატა და მოგებაში დავჭერი, მაგრამ ამ მანქანას იმენა კონკრეტულად ჩემ მანქანას შანსი არა, даже პაპაჩემიც მისვილი და უკეთეს E34-ში. ვერ არა არ შემიძლია რა. თუ გესიამოვნებათ მექანიკა კარგათაც რო იწევდეს, დაიჭირთ ფოკუს სერეს ძმაო. თუ გინდა წინა წამყვანია, თუ გინდა უკანა წამყვანი, თუ გინდა გაიყო, დაცვა. გადი ბიჭო. N ბლოკზე ვიდეოსაც გადავიდეთ აუცილებლად. დაცვა. მეგობრებო, ესეთია ჩვენი აზრი. ჩემი აზრით საღი აზრი არის საერთოდ. კი, პაპაჩემს, ანუ ეგეთი შთამომავლური მანქანა რო იყოს, ანუ ფიქრი აზრათაც არ უნდა მოგივიდეს რომ გავყიდო. დაიხარ. გააჩნია იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც იქნება. ეს მანქანა ყელე მანქანა რა ვაფშე და რო ავია. კაროჩე, ეს სანამ დასტუკდება მეორეში გამომართ. წადი. კოკა 5 ლარი. მადლობა. პირველი მანქანა ვიყიდე E34. რას მირჩევთ, როგორ მოვუარო? სავარაუდოდ ეხა ისეთ ტიპა იყიდა რა. რომელსაც საერთოდ მანქანასთან აი როგორ გითხრა რა, ნატარები და რაღაცა აქვს, მაგრამ იმინა პირველი მანქანა და არა გამოცდილება რა. რა გაუკეთოს მანქანას რა. ჩემი აზრით მაგალითად ეხა უნდა წაიყვანოს და პირველ რიგში ტექნათვალიერება გაატაროს. ჩემი აზრით ტექნასმოტრი არაფერს არ შველის. გატარებულია ტექნიკური დათვალიერება, ტექნასმოტრი არა, ტექნიკური დათვალიერება. ტექნიკური დათვალიერება უკეთდება BMW-ში ნიკი ძმაკაცი. შენ ალბათ ყავდა ესეთი ადამიანი. რა გაყიდი და გამოყვა მაგ მანქანის სანახავად შეგიმოწმა. კარგი არჩევანი გაგიკეთებია რომ E34 იყიდე, მაგრამ აი როგორ არის იცი, ჯიბეში ფულს ვერ იგრძნობ. შანსი არა. თვეში 30000 რო ქონდეს, მაგრამ 500 ლარი გაქვს ჩათვალე თვეში. არ შეიძლება არც 500 ლარი არ გაქვს. ბენზინში იხარჯება. ბენზინისთვის გრჩება. გუგა ვექაური 2 ლარი. მადლობა 2 ლარისთვის. ეს მანქანა მყავდა 5 წელი. დამტანჯა და გავყიდე. სერიოზულად გირჩევ გაყიდე მანქანა და ახალგაზრდობა შეირგე. იყიდე ან პრიუსი პირველ მანქანად, ან ჯეტა. ვაი, ესე მკიდია. გავცემ რა პასუხი. საერთოდ აი ამ წლოვანების ხალხს არ აქვს იმის ნებისყოფა, რომ ზოგადად მანქანას კარგად მოუაროს, ყურადღება მიაქციოს, იმიტომ რომ ჩაასხავენ გამონაცვალზე, სვეჩებს კაროჩე რომ ამოიღებენ გამურული როა შკულკით გაასუფთავებენ, დააბრუნებენ ისე, რაც გამოსვლელი უნდა გამოიცვალოს, მაგრამ თუ გინდა რომ მანქანა კარგი იყოს. კლედ გავცემ პასუხს რა. ჩვენ ახალგაზრდა ბიჭებს გვაქვს იმის ნებისყოფა, რომ ამ მანქანას მივხედოთ, კარგად დავაწყოთ. ნებისყოფა გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ფინანსები. მოკლედ მეგობრებო, მაიმუნობა რო იქ იყოს და ხუმრობა. პროექტის ვიდეოებსაც დადებს გიორგი და სჭირდება სპონსორი რა, ასე რომ ამ ვიდეოდან არ ვიცი ხა თუ ვინმე შეეხმიანებით, მაგრამ ზოგადად ჩემი აზრით ეს არხი ძალიან ისეთი არხია განვითარებადი რა. პოტენციალი აქვს ძალიან დიდი. მოკლედ თუ ვინმე ხარ დაინტერესებული, მეილი აღწერაში იქნება, დაუკავშირეთ და დაასპონსორეთ. მეილი არა გვაქვს. ის გაჩვდი ბიჭო.
რაში ვაზრობდით მაგას რომ მეილი არა გვაქონა სპონსორი იყოს და ათმეილში კრიტეთი გამთარებადი არხია და დავეხმაროთ რა პროექტს გააკეთებს ფინანსები ახლა თავისთვის არ ჭირდება მანქანის ვიჭირდება უფრო და დაეხმაროთ მოდი ნიკა შენი მანქანა დაგვათვალიერებინე 1-2 სიტყვით შენი აზრი გაგვიზიარე რაც შეეხება ახლა ჩემ მანქანას რა რომ გავაკეთოთ შენ მანქანაზე მანქანა მოწმდება ეს გაიწერთ ჩემს ბიჭო აკვანია შეხედეთ ეგ რა არის ახლა აი ეს რა არის ეს არ უნდა ქაობდეს ეს ეპიზოდი გავიგე მოსახალ შეიძლება ეს დაიწყოს ქანაობა და აი ხო და კაროჩე ხა ესე იგი შედარება რომ გავაკეთოთ რა მოკლედ ჩემი დისკები ჯობია პირდაპირ გეუბნები ჩემი დისკები არის რავი ავტოს გამონაცვალი ფერი ორივე იგივეა მაგრამ ჩემი ფერი ვფიქრობ რომ უკეთესად არის გაკრასკული თან პოლირებამ გაკეთებული რა ვფიქრობ არტურა შეხელებს შემოვევლე ესა რა ესა შეღებილია ბიჭო ნუ რასაც სიხდი ეგ არის რა ახლა მეგობრებო მანქანის შეღება არ გაგვიკრიტიკოთ ორივე მანქანა არ არის იდეალურად შეღებილი იმიტომ რომ ამ მანქანის შეღებაში არის გადახდილი 1000 ლარი ამაში წეჩებს 1000 ლარად რომ მანქანას შეღება ანუ დაჟე როგორ არის იცი? კარგი იყოს ძმა, მე დავასხავ პულიზატორი, აი ეგეთი რაღაცა უნდა უთხრა რა. იმიტომ რომ როდესაც ძველი მანქანაა, ხარჯები უფრო არის ამ მანქანაზე. ვიდრე ახალი მანქანა. F30 რო შეღებო, ის უფრო იდეალური გამოვა, იმიტომ რომ ნაკლები, ნაკენჭურები აქვს, რავი, შეჭეჭყილები. პაკლით რა გატენილი ძმაო ეს მანქანა და რანაირად უნდა შეღებო ედი. მოვიდა ტონა 450-ია, ტონა 800-მდეა ასული. ეგრეა ძმაო. 800-ია გეოგიტანია, სახელურები გეოგიტანია, ჩვენსაც ლუკი აქვს, შენსაც არა აქვს ლუკი და დავალო. მეგობრებო, ანუ მე ვფიქრობ, ესე ვფიქრობ, რომ ეს მანქანები არის ერთი დონის შეღებილია რა. ხო, ეგრე. ორივე მანქანა დავშალოთ და ერთი კაი ავაწყო. ბიჭო, შეიძლება ეგ. და ორივესე იყოს? ხო, ერთი კვირა გორში იყოს, ერთი კვირა თბილისში იყოს. ამ მანქანას კომპლექტაციაში მოყვებოდა ლუკი, ჩემსაც არ მოყვებოდა. ჩემი არის ყველაზე მჩატე კუზაო არის, რომელიც არის 2-0 ულუკო არის, ამას ალბათ კუთხეს ეს ჩვენ გვინდოდა კუთხე და ფეხებით ვიარეთ ზევითა და მაგიტო აქ ეს კუთხე გინდოდა გაც. აი ეს აი ნახე როგორი აუზია ქაქა. წალი დგება. არ ვიცი. ნახე? აი ეს. მეგობრებო, ამ მანქანაზე ყველაფერი შეცვლილია, ამ მანქანის ნაწილები იშოვება ტაივანები, კრილოები ტაივანია, შიტოკები ტაივანია, კაპოტი ტაივანია. თურქული ნაწილებია, გამძლეა, ძმაოს მოიშეძენილი ნაწილებია. ფარებს რაც შეეხება, ეს რა იყო? ფარებს რაც შეეხება, მეგობრებო. ჩვენი არის ჩვეულებრივი ფარები, ეს დამუნქებულია, იმიტომ რომ ჰელა ჯვრიან ფარებს იყო მიმსგავსებული და ჯვრებიც ელაგა, მაგრამ ამოვიღე. ამის არის ჯვრიანი ფარები, მაგრამ არ მომწონს, აღარ მომწონს. ეს იყო მოდაში, ვიღაცამ დაპოსტა WhatsApp 80 ლარად თუ ყველა წავიდა ააწყვეს. კიდე რა შეგიძლია გითხრა შენ მანქანაზე? ეს მოაძრე გიხდით. ნუ M5 არა, ჩემ მანქანაზე ესე იგი რა შემიძლია გითხრათ? 5000 გუშინ დავიტოვე 5600 მაქვს მიხარჯებული ჯამში მანქანაზე რა. პოლიცია კიდე დაგვადგა. ვაშს არ ვიპარავთ მან. რამდენი დახარჯული მანქანაზე? არ ვიცი, არ ვიცი. 10. არ ვიცი. ძამი. ხო და ნუ კაროჩე მე 5600 და რაც დავახარჯე, ნახევარი იყო ვიზუალზე, ნახევარი იყო ტექნიკურად გამართვაზე რა. და ტექნიკურად ასე თუ ისე გამართული არის, შენ მანქანაზე გამართული არ ვიცი ახლა რამდენად არის, მაგრამ კარგად არის ხარჯები არ დამითვლია, მაგრამ ანუ ბევრი არის ესე ხარჯი, რო დაითვალო ალბათ. ძალიან ბევრზეა ხვალ, რომელიც საერთოდ არ ღირს ეს მანქანა, ოჯახიდანაც ეგ ყოფილა, რომ ანუ რატო ახარჯებ ამდენს. ანუ სიამოვნებს ამ მანქანას რო ვახარჯებ ფულს რა. კიდე არის ის ფაქტორი, რომ ანუ გიყვარდება რა. ანუ ჟეშტია ძმა და რაღაცა ჩემთან არ ჯდება ეგ რა. ყველას შრომას პატივს ვცემ, ყველას რავი ნაცვალებს პატივს ვცემ, ყველა ხარჯის გაწეულს პატივს ვცემ რა. შეიძლება ამ მანქანას არ გადავყევი ისე რომ აი ახლა ეს შემეძლო ეს სკლინტი მომეშორებინა, არ მინდა რა. შეხმარია სკლინტი თუ რატო არ მოაქვს? შეხმარია. ის თუ არა 24 შეძენა რა. ეხლა ჩვენ რაც გითხარით, ეგ არის ფაქტები. ეს ადამიანი ბევრად განათლებულია ამ საკითხში, მე ასე თუ ისე განათლებული ვარ, იმიტომ რომ უმეტესად ავტომობილიკეთებს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მე მიღირს, ყველას თავისი აზრი, მე მიღირს ეს მანქანა, ძვირი არაა რა. რავი, ნებისმიერ შეუძლია შეიძინოს, ასე თუ ისე რაღაც ხარჯები თუ გადაინახა მოკლედ რა შენ. არ მიგეს.
მოკლედ ერთადერთი გამოსავალი ხა რაც არის, რომ ეს ტანჯვა მოვიცილოთ, მეორე მანქანა უნდა ვიყიდოთ ყოველდღიურად და ეს მანქანები დავაყენოთ გარაჟში. მიუხედავად როცა ფული გვექნება. გარაჟი არ მაქვს. არც მე მაქვს გარაჟი. ვიჩუქებ გარაჟი. მეგობრებო, ჩვენ აგერ მე მოკიდებულება ესეთია 34-ზე. შეიძლება მიხვდით კარგად, ანუ ვერ მიხვდით, იმიტომ რომ რაღაც ამის პატრონებს ცოტა რაღაცა გვიქრის. დავითახო. რაღაცას მიხვდებით ალბათ ამ ვიდეოთი. მადლობა ნიკა. შენ მადლობა. გვესტუმრე. ყველა ვესტუმრე თქვენ ჩავიდე ამ ხალხზე. მადლობა სუხთით BMW-ს, შემქმნელს E34-ის, შემქმნელს მის დედას შევეცი. მოდი ეხლა, შენ დარჩი აქ. ჩვენ ლუკის მანქანით წავალ თეორკოტორ მოვა და წაგიყვარს რა შენც რა. ვეღარ დადის მანქანა. წავალ. წავალ.